მოგესალმებით. თბილისის საზე დაფრინავს ფრანგული 5 ავიაგამანადგურებელი. 300 ბავშვი მუშკეტერი დააწრწის ქუჩებში. 20,000 წყვილი დაკავებულია ფრანგული კოცნით. ასეთი იქნებოდა საფრანგეთის პრეზიდენტის დახვედრა ავლაბარში, რომ სააკაშვილი იჯდეს. შალვა რამიშვილის შოუ დაიწყო. საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი ქართველებმა შეიყვანეს ერთ-ერთ კაფეში და აყურებინეს ნამცხვარს. ეს ყველაფერი არის ძალიან ვერაგული ჩანაფიქრი. იმიტომ რომ როდესაც ძალიან დაძაბული დღის შემდეგ ფრანსუა ოლანდმა მოაწყო ყველაზე მთავარი შეხვედრა საქართველოს ხელისუფლებასთან, მან ასეთი რამ თქვა: მეგობრებო, მაფსაც მოგცემთ. ნატოშიც შეგიყვანთ, ევროკავშირში, რუსებს მისტრალს აღარ მივყიდი, ოღონდ რამე მაჭამეთ. მოვკი კაცი მშიერიო. სამაგერო ძალიან გემრიელად ისადილეს საქართველოს პრეზიდენტმა და ჩვენმა პრემიერმა. სადღეგრძელოების ითქვა ამ სუფრაზე. გვესვას, გვეჭამოს, ერთმანეთი არ დაგვეჭამოს, ხო? კარგი სადღეგრძელოა. გაჭირვებულებით შესვეს მოსიარულე გაჭირვებულის მიხეილ სააკაშვილის, მჯდომიარე გაჭირვებულის ვანო მერაბიშვილის და მწოლიარე გაჭირვებულის საქართველოს ეკონომიკის. აქვე გაირკვა თუ ვის უნდა მოეწერა ხელი ასოცირების ხელშეკრულებაზე. ძალიან მარტივად, ვინც მეტ ხინკალს შეჭამდა, ის მოაწერდა. აგრად მიკვირს ამ პატარა კაცში ამდენი ხინკალი როგორ ეტევა. ბოლოს ანგარიში მოითხოვეს, მერე დაიწყო ეს ქართული არამე გადავიხდიო, მაგრამ მოვიდა ოფიციანტი და უთხრა: ბიჭებო, თქვენი გადახდილია ერთმა კაცმა გადაიხადა. ახლა მინდა მოსმენებთან დაკავშირებით თქვა, აზანზარებს ეს თემა საქართველოს ერთი კვირაა. ნაციონალებმა თქვეს, რომ მთავრობის წევრები ერთმანეთს უსმენენ. კითხეს, რომ თქვენ საიდან იცითო და როგორ გეკადრება ჩვენ მოვისმინეთო კაცო, ახლა მოვისმინეთ. ჩვენი ყურით მოვისმინეთ. მაგრამ გილოცავთ. ვისაც გინდოდათ მათთვის ვამბობ. აღსდგა სამართლიანობა საქართველოში. აღსდგა. დაიშჯება ნაცმოძრაობა იმისთვის, რომ მედიას ატერორებდა, ბიზნესს ატერორებდა, სასამართლოს ატერორებდა, საზარლად ისჯება. 5 ნომერს ართმევენ საარჩევნო 5 ნომერს. გონი. ისე პრინციპში ჩვენი მოსახლეობის არ მოსმის. ანტიდისკრიმინაციული კანონი არ მოგწოთ. მზადახართ აჯანყება მოაწყოთ ამის გამო, მაგრამ კონჩიტას ხო აძლევთ ათქულას. მოდი რა, ჩამოვყალიბდეთ ხალხო, რა გვინდა რა. უკრაინა ძალიან ცუდ დღეშია, მეგობრებო, ძალიან ცუდ დღეში. გარედან პუტინი უტევს, შიგნიდან სააკაშვილი. რომელია უფრო ცუდი, კაცმა არის. გადავალ არჩევნებზე. ალეკო ელისაშვილი, ჩვენი ძმა და მეგობარი, იყრის კენჭს, ვეძისში, წარმატებას უსურვებ მას. აქ არის ერთი პრობლემა უბრალოდ. კავკასიაში ხომ მუშაობს ეგ და როცა მაგას მიყავს გადაცემა, აქ უღებს ოპერატორის პონჩი და როცა აქუს მიყავს, მაგი უღებს. ხო და თუ გაიმარჯვა და პოლიტიკაში თუ წავიდა, მოუწევს აქუს ოპერატორის შემცვლელის პოვნა. და თუ ვერ იპოვა, მერე ნახეთ თქვენ მაგის გადაცემები აქუსი, რო დაიწყებს. ეს ელისაშვილის კანტორა რას აკეთებს? ადრე ჩვენთან რომ მუშაობდა, კაი ბიჭი იყო, ვოლგით დადიოდა, ეხლა ტოიოტა კამრი დადის. იცი, ტოიოტა კამრი რა კარგი მანქანაა. წინა კვირას მოხდა პლანეტარული მასშტაბის კატასტროფა, ნათელაშვილი გადადგა. მხოლოდ 8 საათით. 12-ზე გადადგა, 8-ზე აირჩიეს. მთელი 8 საათი უზარმაზარი პარტია 40 ლეიბორისტის ოდენობით დაძრწოდა უპატრონოდ ქალაქში. კიდევ კარგი ბირთვული ომი არ მოხდა. ქართული ოცნება უშვებს შეცდომებს. პატა ზაქარიაშვილი ხო იცით? იცით რა თქვა? ჩვენო იმდენად სწრაფად ვათავისუფლეთ ბრძევლებსო, რომ საქართველოს მოქალაქეებს აღარ ეშინიათ საოკუპაციო ხაზს მიღმა გადასვლაო. ბიჭო, პატა, ამდენი წელია გისნობ.
გისმენ. ვერაფერს ვერ ვიგებ შენი ლაპარაკებიდან და რაღა ეს თქვი გარკვევით ყველამ რო გაიგო. ნაციონალებმა ძალიან ძლავრი სვლა გააკეთეს წინასაარჩევნო. გადაწყვიტეს, რომ ისეთი პლაკატები გაეკეთებინათ, რომლებიც ხალხს კარგად ნაცნობი ფილმების ასოციაციას აღუძრავდა. აიღეს კადრები ამ ფილმებიდან და გადააკეთეს. აი მაგალითად, ეხლა შეგიძლიათ ნახოთ. ტიტანიკის ცნობილი კადრი, ხედავთ, დიკაპრიოს და უინსლეტის მონაწილეობით, ასე გადაკეთდება. არის ესეთი ფილმი, რუსულად ვიტყვი, ტუპო იშო ტუპე, ჯიმ კერი მონაწილეობს, ასე შეიცვლება. ნუ, ცნობილი წყვილი, მისტერ და მისის სმიტები, ასე. ნუ, ქართულმა ოცნებამაც იფიქრა, რომ აქ რაღაც სერიოზულ რაღაცასთან აქვს საქმეო და არ ჩამორჩა, აიღო ტერმინატორიდან აი ეს კადრი, ცნობილი კადრი და ასე გადააკეთა. მაშასე შალვა რამიშვილის შოუ ძალას იკრებს, ჩვენ შოუს მუსიკალურად აფორმებს დავის ფორჩხიძე და მისი ბენდი ლასკოვი მაი.